Internet of Things. ეს არის ქსელი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ფიზიკურ მოწყობილობას, სენსორებს და აპარატურას ინტერნეტთან, რათა გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაცია ზედამხედველობისთვის, ავტომატიზაციისა და ანალიზისთვის. წარმოიდგინე ფერმერი, რომელსაც ბოსტონში ტენიანობის სენსორები აქვს დამონტაჟებული. ქსელის მეშვეობით სენსორების სმარტფონთან დაკავშირებით ის რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას ტენიანობის შესახებ და მხოლოდ მაშინ მორწყავს პროდუქტს, როცა ამის საჭიროება იქნება. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს სენსორები პირდაპირ უკავშირდება სარწყავ სისტემას და მიწაში ტენიანობის შესაბამისად არეგულირებს, როდის და რა რაოდენობით მოირწყას ბოსტანი. აქ უკვე ეს სისტემა ხელოვნურ ინტელექტთან კომბინაციაში მოდის და ისინი ერთმანეთს ავსებენ. EOT ქმნის მონაცემებს, ხოლო AI იღებს გადაწყვეტილებებს ამ მონაცემების შესაბამისად. ზუსტად ანალოგიურად მუშაობს ყავის მადუღარა, რომელიც შეიძლება ჩვენს მაღვიძარასთან იყოს დაკავშირებული და მისი დარეკვისთანავე დაიწყოს ყავის მოდუღება. ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, ჭკვიანი ტექნოლოგიებია. ჭკვიანი სახლები ძალიან პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ამერიკაში. საინტერესოა, რომელი ნივთების დაკავშირებაა შესაძლებელი ინტერნეტთან. ყველაფრის, სამშენებლო ბეტონით დაწყებული, ძაღლის ყელსაბამისა და კბილის ჯაგრისებით დასრულებული. ჩვენ გარშემო არსებულ თითქმის ყველა ნივთს შეუძლია მოაგროვოს მონაცემები, რომლებსაც დანიშნულებასა და მნიშვნელობას მივანიჭებთ. ბეტონის შემთხვევაში მასში ჩამაგრებული სენსორები მუშებს მაშინვე შეეტყობინებს ბზარის გაჩენას. კბილის ჯაგრისის შემთხვევაში ის შეინახავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად და სწორად იხეხავ კბილებს. შემდეგ კი ამ შედეგებზე დაყრდნობით გირჩევს, როგორ გააგრძელო ეს პროცესი. იმისთვის, რომ ჭკვიანად ჩაითვალოს, აუცილებელი არ არის ნივთს მძლავრი პროცესორი ჰქონდეს. ისიც საკმარისია, რომ ის დაკავშირდეს მძლავრი პროცესორის მქონე მოწყობილობასთან. EOT და AI ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მაგრამ მათი კომბინაცია ქმნის პოტენციალს, რომ უფრო ჭკვიანი, ეფექტური და პერსონალიზებული სისტემები შევქმნათ. ალბათ გაინტერესებთ, რამდენად დაცულია ჩვენი მონაცემები. რა თქმა უნდა, რისკები აქაცაა. ყველაფრის ინტერნეტთან დაკავშირება და ერთი სმარტფონით მართვა აჩენს საფრთხეებს, რომ ჰაკერებმა მასზე თავდასხმა მოინდომონ და ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოახერხონ კიდეც. თუმცა, თუ კი უსაფრთხოების ზომები გონივრულად იქნება დაცული, კიბერთავდასხმების რისკები მცირდება.